სტაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი მეგობრებო და ეს ვიდეოა ეს თამაშია World War Polygon ახალი ვიდეოთი და ძველი თამაშით World War Polygon-ით სადაც ვაგდებთ აქედან თამაშს ეს რუგამერი განუსაწერი გვაქვს ესეც განახლება გამოვიდა ამ თამაშში და ნუ თუ ეს განახლება გამოვიდა ერთი რუკა დაემატა მეტი არაფერი ხო ესენი ხელახლა განუსაწერი გამიხადა კი ბატონო მაგებს მე მივხედავ აქ ამები დააპგრეიდება შემიძლია ლეგენდარები არიან ესენი ხო კი ბატონო კაი ლეგენდარები თუ არის ნახე ნახავ მე რა მიყენია და მაგების მიხედვით გავაძლიერებ კაი წამო ახლა დავიწყო და დღეს მოდი გავიაროთ რამოდენიმე მისია აი მაგა ჩვენ გვიყენია ეს ხო 5000 სჭირდება ფულში მოვიკოჭრებთ წამო მაშინ მისები გავიაროთ, ვიბრძოლოთ ფული, ავიშოვოთ და რა მოხდება გავიგოთ. განახლება გამოვიდა, მაგრამ არც ვიცი რა დაემატა. გრაფიკა ისეთია, მაგრამ ეს არის ამ თამაშის დამახასიათებელი გრაფიკა და რო შეეცვალათ მე ნახდასახარი თამაშებდი და გული დასწრებოდა, იმიტომ რომ აი ეს გრაფიკა უქმნის ამ თამაშს ის დამიჯნებას რაც აქვს ახლა ჩემთვის რა თავისებურ დამახასიათებელი გრაფიკა აქვს რა ყველა თამაშს აქვს ყოველთვის განსხვავებული გრაფიკა და ეს არის იმ თამაშის დამახასიათებელი ყოველთვის ყველასგან გამორჩეული ყველასგან განსხვავებული და აი მაგ განსხვავებულების გამო თამაშობენ უმეტესობა ეგრეა რა მეც ეგრე ვარ რა აი მაგალითად ზუსტად ერთნაირი გრაფიკა ქონდეს ზუსტად ერთნაირი სტილის თამაში იყოს ატონა ვითამაშო ერთი და ანუ სხვა თამაში კიდე რამე ერთ ვითამაშე მეორე ერთ თამაშს ვითამაშე სხვა თამაში არ გამწია არ ქონდა რადგან ზოგადად ერთი და იგივე სტილის რო იქნება ერთი და იგივე გრაფიკა ყველაფერი ანუ აღარ გვექნება ის მუღამი რო ვითამაშოთ ეგრეა რა მაგრამ სანამ მე ახლა იქ შევალ დავიხილოთ ჩემიანები შევარდით კაცო თქვენ სიკვდილი ჩემს არაფერი არ არის კაცო არ მაინტერესებს მომიდომა აყენე Solder. Stitchia გაყენო. ცოტა კიდე ახლოს ამოსულიყავი. ბიჭო. რამდენია მოყოცე ბიჭო. ესენი რა იყვნენ 300 ლეველი რამდენი გამოცივდნენ რა არის რამდენი ვარსკვლავი და მეთქი და რომ გამიყენებინო მაგრამ ჩენი შეოსწრე no problem რა იყო რამდენი გამოცდიდნენ კიდე კაი ლიმონკები მქონდა ლიმონკები დავბომბე ტიპები ასაც ქვია კაი ფული დიჯინდო რამდენი გვაქვს ფუ რა ცოტა რა კაი სნაიპერს вообще 10000 უნდაო 500 არ გამოვა ეგრე ეგეც გჭირდება ეგ სხვა რამეში გჭირდება ხოლმე სტალინგრადი მისიონ სტალინგრადი მე7 არ მივარ ხო ჩვენ ეს უკან დავუყდენ მოხდებით ეხლა ესაგი ჩვენ ვართ ახლა საბჭოთა კავშირი და მე7 არმიას ვებდი სტალინგრადში იმიტომ ესენი გერმანელებს უგანოუგრეს საბჭოთა კავშირს და როგორც აქ ამერიკა და საბჭოთა კავშირი ეცერიან და სხვადასხვა იმებზე გადავყავთ რა პერსონაჟი ერთი ამერიკელი მეორე რუსი მაგრამ რა ვიცი ახლა შეიძლება კავკასიელიც იყოს ეს პერსონაჟი არა და კონკრეტებული რა ეროვნების არის იდო ამ დროს 14 სახელმწიფოა გაერთიანებული ამ ნაციაში
დედა მოუვა ბიჭო ეს მოკალი ამის ვაიმე არ მომკლათ რა გადავიხდი მიდი რამდენი საცელს ბიჭო ნახე ეგ არის კიდე მოდი ხარ ერთი წამი ეგ არის მეტი აღარ გამონე წესდარიგით ეს სამი უნდა მოკლათ და ეგ არის რამდენი საცელს ბიჭო რა მაგრა ფანტავს გადავტენოთ ავიღოთ წავიდა ვაიმე open door სამას 20 ბიჭო ეგრე როდის ჩვენ ავიღეთ ბრატ 5000 ან 10000 ან 20000 ან 100000 ან მილიონს tactical plenty მოიცა მე-6 army everyone ყველგან station აქ ვარ და tactical plenty მე-6 army-ა everywhere ხო ანუ ეს კაცია ხო რა ანუ გერმანიას ვებდით აქაც და საბჭოთა კავშირელია საბჭოთა კავშირის ხარეს ვებდით ახლა რა შემდეგ იმაზე უკვე ჩაფთერზე გადავა ამერიკის ხარეს წესდარიგით ეგ მონაცვლეობით ეგრე გამოდის დავიდა გერმანია ოპ გადიდაღლო ზევალქინგ ზომბოში ამყოფ ვიღარ თქვენი ახლა აქ და მოხოდი იცადავდა მოკდა ნიდი თუ დაგაგდები რა გაყენებ ჰიტლერი მაგრამ გერმანელებსაც აუდიეთ ეგ თუ ეს საბჭოთა კავშირელების იყო და გერმანელებმა აიღეს ბაზა უps გავცდით მოგდიში ალყაში იყვნენ ტიპები შევედით ახლა look for the fox egg უნდა დამიგით რა დაგეტილი აუ რაღა დამფრთხილე აიპოვეთ რაც გვინდოთ ჩინგი და ვითო ვერ ხედავს რა
3 ადამიანი მომეკლა გრენეიდით. სადაც გამოვიყენე გრენეიდი, მაგრამ როგორ არის ხა გამოვიყენე, მაგრამ 3 ადამიანი მომეკლა და მაგ ერთი გრენეიდით ვერავინ არ უკანა. გავხსნათ, კაია, მაგრამ ფული გვინდა, ფული. Gold bars. The boss out tanki. Inter Miami სათამაში. Live score-მა მომწერა. შეყვება მომივიდა. Inter Miami vs ვიღაცაო რა თამაშია მაგათი. რანაირსმა ახალი გადმოწერილი მაქვს ეგ აპლიკაცია და პირველად გავიგე მაგის notification-ის ხო. აბა ამ მე რომ აგერ კაცი გიდგას ეს როლი მაგას მოიცა setting-ებში შედიდა sensitivity to control sensitivity აუწიე ეგრე 70 დააყენი რა და ხმარავი დაბალზია მეც ეგრე ეს ძალიან ბევრია setting-ებში შედიდა ეხლა დააყენე 60 ეხლა ეს კაია ასე თუ ისე კაია ეს მისი წენა ხო გავიარეთ რა ცოტა აკლდება ბიჭო რამდენი აქვს ცოტა მაგები თუმცა გაცხრება არაფერია Vidi egets. Pick up. Okay, ეს მისია გაკეთებინა, ხელა ხატო გამაკეთებინა. ტელეფონზე ურეკავდნენ BBH-ს. Ramagari wara imena ერთი მისია უფრო გავაკეთე.
ეს მაგარი ფარი მოქვს, ხო? აი ეს ფარი გამომადგა რა, ეს ჩემიანი. ვა, ვასილე. მოგდი, ეგრე ორი ჰეჩოთი. მოგდი. ბიჭო, ქვევით ჩემიან ოდგას, მე რატომ ესმიან მაინც? იგე მამიხსნას ვინმე მე რატომ მესვრით მაინც? თქვენ ჩემიანი დგას გამწარებული რო გესვრით. მაინც მომკლა, ბიჭო. აზრი არა ვშეთი მან. რა ჰეჩოთი? სან მოდიხარ წამოთომ. აუ, ტრე განადგურეო და რამდენი ხარ? მიღადაც ხო? მოდი ძმა და სიო ეს მისიეთ მორჩა. უპუ. Use a boost available. Loading main menu. ცოტაც და 5000 გვექნება ხალხო. სტალინგრადი, ფუის შენი სტალინგრადი. იეძელად გახება გერმანიის სტალინგრადში შემოეწყვის. აჯობდა წასულიყვნენ თავიანთ გზაზე და აზერბაიჯანის და საქართველოს გზა გადაიკეტათ ნავთობისთვის. მოწოდებისთვის. ანუ ეგი მანდ იყო სამგზავრო რა ყველაფერი როგორ გითხრათ თელი რაც კი დასავლეთიდან ანუ აზიიდან პროდუქტები შემოდიოდა მაგზიდან მაგზი გადაკვედი თელი დეფიციტი დაიწყებოდა ექნებოდა თელი ევროპას საჭმელი დაწყებული ყველაფერი და შიმშილი დაიწყებოდა და შეიძლება აჯანყებიც დაწყებულიყო ხო და მაგზი გადაკვეთით ბევრ რაღაცას მიაღწევდა ჰიტლერი მაგრამ სტალინგრადში შეასწა თავი ჯარი და ვერ აიღო სხვა გმირი ქალაქი წოდება მიენიჭა სტალინგრადს რადგანაც გამწარებულები უტევდნენ და ვერ აიღეს სტალინგრადი სადაც ასევე ქართველები იბრძოდნენ იცავდნენ უფრო
მაგრამ იბრძოდნენ ხო რა ქართველები, უკრაინელები და თითოეული ის საბჭოთა კავშირში შესული ქვეყანა იბრძოდა მაშინ. თუნდაც ეხებოდათ მათ თუ არ ეხებოდათ. ყველას შეეხო ეგ. მაგრამ ერთი შვეიცარი იყო, რომელიც ნეიტრალობა შეინარჩუნა და გამოდრა მაგრად. არაფერი ზიანი არ მიუღია პირველ და მეორე მსოფლიო ომში. იქით აქეთ მაგან მიიღო სარგებლობით მიიღო. აზია ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად გამოცხადდა და მანდარი მსოფლიო ბანკი და მან დინახება მთელი მსოფლიოს ქვეყნების ფული. და მაგის გამო ვერც ერთი ვერავინ ეხება მას და ეგეთი მნიშვნელოვანი პოზიცია რო უკავია ძალიან ყველას როგორ გითხრათ ყველა მას ეხმარება ევროკავშირიც არის და აყვავებული აქვს ქვეყანა რა მაგით და ასევე რელიეფიც უწყობს ხელს ძალიან დაცული ისა რომ იმიტომ გარშემო ალპების მთები არ ჩვენც რა არ გვიტყვის რელიეფი გარშემო კავკასიის მთები გვარყოს ერთი ის არის რომ როკის გვირაბია გაყვანილი და მაგის გამო მარტო შეუძლია რუსებს გადმოგვეცონ კავკასია ეგეც ვიდეო ჩვენი ბრალია დებილიებით რო გავთხარეთ მაგას ვაგდენი ვერ მიხდნენ რომ რუსები თავის დროზე გამოიყენებდნენ მაგას 2008-ში როკის გვირაბი გადმოიყვანეს ხალხი და ორ წამში გაჩნდნენ ტანკებით ხვადროსაც გადმოუყვანეთ მაგრამ ყველაზე მეტად ახლო იყო 2008 ის ანუ ახალ ისტორიით ფაქტი და ეგ უყანე მაინც აუ ეგ აღარ ესროლო თორე გავაზრინე დავეხმაროთ ადექით დაუშვი ესეც არ მიშვის ცოტა ახლოს მივიდე და იქიდან დაუშვი ეგ არის ძლივს ყველა ეხლა მოინდომა ბებეში წელს დარეკვათ სამი და გასული აქე ეხლა მოწერეს მე არ წერენ მაგდენს ხომ და მირეკავენ ეს ეხლა ბებეში წურეკავენ ვой რამდენი ხართო 412 ლეველიანები არიან თან
ორი დაკლებული კურსი როცხლი და ტყვეები თითქმის აღარ აქვს მედია მისი აქ მალე მიდი ეს კარა დავიყენე აქ მაგრამ ოპა ერთი ოფიტკით დავაპგრეიდოთ თუ შენი ფული არ ყოფნის მოგო ჯერ შევაკეთოთ და მე ეს დავაპგრეიდოთ და გამოვა 4 ლეველიანი ეპიკი ყველაფერი გაეზარდა ეგრე კაია კიდეში უნდა დავაპგრეიდოთ ეგ ვაც ფულის მომენტია მაგას ყველაფერს მივხედავ რა ამასაც დემეიჯი უწევდა აი მეგობრებო აქედან დაგაშვებით აბა ჰომ შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.